ბობ სორჯი. ტკივილი, გაურკვევლობა და განდიდება. იობის წიგნის წინასწარმეტყველური ახსნა. თავი მეოთხე. იობი პირველ საწყისი. იობის წიგნი ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წიგნია, რომელიც აყენებს პრეცედენტებს. როცა სულიწმიდამ გადაწყვიტა შთაეგონა წმიდა წერილის დასაწერად, მან მეტად ზუსტად გათვალა თუ როგორ მიმართულებას მისცემდა ამ წიგნის ფორმირებას. შემთხვევითი არაა ის, რომ სულიწმიდამ იობის წიგნიდან დაიწყო. წმიდა წერილის მთავარი ქვაკუთხედი. იობის წიგნი არაჩვეულებრივი სტრატეგიული მნიშვნელობის წიგნია. როგორც საძირკველი მთელ წმიდა წერილში, მას აკისრია ყველა გამოცხადებების მთავარი ქვაკუთხედის როლი. თუ სახლის მშენებლობისას მთავარი ქვაკუთხედი სწორად იდგმება თავის ადგილზე საჭიროებისამებრ, შენობის დარჩენილი ნაწილი აბსოლუტურად სწორად და სიმეტრიულად იქნება აღმართული. თუ ქვაკუთხედი არასწორედაა განლაგებული, მთელი შენობა დადგმული იქნება არასწორ საფუძველზე და ერთხელაც იქნება დაინგრევა. პირველადი ხსენების კანონის თანახმად, რაც მესამე თავში წარმოვადგინე, შეიძლება ითქვას, რომ იობის მთელ წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წიგნის მიხედვით. ასე დამდაგვარად იობის წიგნი ეს 60 წიგნია, ღრმად ნიადაგში ფესვგადგმული საძირკველის დასადგმელად, რომელიც ხსნის ახალს, რაც მთელი თეოლოგიის მთავარ ქვაკუთხედად წარმოგვიდგება. ეს გახლავთ ღმერთისა და მისი გზების გაგების პირველ საწყისი. თუ თქვენი საძირკველი არასწორია, მთელი შენობა სუსტადაა ნაგები. როცა ღმერთი მეწვია მე პირადად უბედურებებით, მე ვიგრძენი, რომ მან თითქოს და მთელი ჩემი თეოლოგიური გაგების საფუძველი გამომაცალა ფეხქვეშ. თანაგრძნობით შეხედა ჩემს დაცემას, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ღორღისგან გასუფთავება და აღდგენა. მან მითხრა, ყველაფერს გავდაქმნით იობის წიგნის თანახმად. სულიერი ომის მაგალითი. იობის წიგნი ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წიგნი თავისთავად წარმოგვიდგება სულიერი ომის მაგალითად. იგი გაოცების ტერიტორიის რუქაზე ახდენს ღმერთის სუვერენული მიზნების, სატანის გაფრთებული თავდასხმისა და ადამიანთა აზრებს შორის საზღვრების მოხაზვას. იობზე იყო ღმერთის ხელი, სატანის ხელი და ადამიანთა ხელი, მაგრამ იგი ვერ ახერხებდა მათ გარჩევას ერთმანეთისაგან. მას თავზარი ესხმოდა ამ რთულ უწესრიგებულობაში გარჩევის მცდელობისაგან, რამე თუ მას არ შეეძლო სინამდვილეში ნათლად გაეგო ის, თუ ვისგან იღებდა ამ დარტყმებს. იობის ცხოვრების ბრძმედი ეს არის ადგილი უდიდესი გაოცებისა, როცა თქვენ ცეცხლში ხართ, თქვენ არ იცით თუ საიდან მოდის ალთაენები და რატომ იწვის ყველაფერი გარშემო. და იმის გამო, რომ ცდილობთ გაიგოთ მიზეზი და შედეგი, თქვენ შეპყრობილი ხართ გრიგალით, რომლისგანაც თავბრ გეხვევათ. იობი გვევლინება მოციქულად, რამე თუ იგი სულიერი ომის ასპარეზზე პირველი იყო. იგი იყო პირველი იმათთაგან, თუ კი ოდესმე ვინმეს ბიბლიაში ჩაუწერია სულიერი ომის, ბრძოლის ველზე გადატანილი ჭრილობების შესახებ. იობი მთელი თავისი სიცოცხლის შებრძოლებას აწარმოებს ღმერთის სუვერენულ მიზნებს, სატანის თავდასხმებს, ადამიანთა ხორციელ საყვედურებს და დაცემული სამყაროს არასრულყოფილ რეალობის წინაშე, რომელიც მთელი თავისი ელემენტებით ჩართულია სულიერ ომში. ასე და ამდაგვარად. თუმცა კონფერენციებზე, რომლებიც სულიერი ომის თემას ეხება, იობის წიგნს ძალიან იშვიათად ახსენებენ. იობი გვევლინება ასეთი ომის მაგალითად. იობი იმ ზღვების აზვირთებულ ტალღებში ცურავს, რომლებიც არცერთ რუქაზე არაა დატანებული. იგი მიდის იქ, სადაც მანამდე არცერთი ადამიანი არ იმყოფებოდა. იგი გვიხაზავს სულიერი ომის ბრძოლების ველის პირველ რუქას. შეუსწავლელი მიწების რუქის შემქმნელები ყოველთვის პირადად იხდიან კოლოსალურ ფას. იმ პატივისთვის იყვნენ პირველები, რომლებმაც ადამიანის ფეხდაუდგომელ, ეგრეთ წოდებულ ქალწულ ტერიტორიებზე გაიარეს. პირველი მკვლევარები თავიანთი სიცოცხლის ფასად ადგენდნენ ამერიკის რუქას, დაავადებების, შიმშილი, ხომალდების დაღუპვა, გაჭირვება და ასე შემდეგ. იმის და მიხედვით თუ როგორ იშლება წმიდა წერილი, სულიერი ომის რუქა
მეტ სინათლეს იძენს, მაგრამ იობს უნდა მიეგოს პატივი იმ წვლილისთვის, რომელიც მან გააკეთა დაგვიტოვა რასულიერი ომის საშიშროებების პირველი მარტივი რუქა. პირველ გზამკვლევებს წარმატება ძვირად უჯდებოდათ. იობი დააბიჯებს იმ ნაღმებზე, რომლებიც მას სახეში უფეთქდება, რამე თუ მანამდე აქ არავის არასოდეს არ გაუვლია. ამის ასახსნელად მოვიტან მაგალითს მისი სიტყვებიდან, მე-19 თავის მე-11 მუხლი. წავიკითხოთ. და აღაგზნო ჩემზე თავისი რისხვა და თავის მტრად შემრაცხა. იობი ფიქრობდა, რომ მას ღმერთი როგორც მტერს ისე ეპყრობოდა, თუმცა სინამდვილეში ღმერთი მას თავის მეგობრად თვლიდა. იგავების წიგნის 27 თავის მე-6 მუხლში ნათქვამია: სარწმუნო აჭრილობები მოყვრისაგან. იობს არ ჰქონდა შეგნებული ის, რომ ღმერთმა იგი განგმირა თავის მადლში. ამიტომაც იობი ბრალს დებს ღმერთს იმაში, რომ ის მას როგორც მტერს ისე ექცევა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ პასუხობს ღმერთი იობს შემდეგნაირად. 38 თავის მეორე მუხლი. ვინ არის ეს უგუნური სიტყვების განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის? იობმა შეისწავლა ეს გაკვეთილი, როგორც სხვა დანარჩენი იმ დროისთვის, როცა ეს ბრძოლა დამთავრებულია. მაგრამ ბრძოლის მსვლელობისას იგი ფეხს დაადგამს უამრავ ნაღმს და იობი სისხლში გასვლილი იმ პირისპირ აფეთქებული ნაღმებისაგან ხრინწიანი ხმით გვეჩურჩულება ჩვენ. აქ არ დააბიჯოთ, ამან შეიძლება ფეხი მოგაგლიჯოთ. და ამის მერე თანამედროვე მკითხველები იხევენ თავიანთ კომფორტაბელურ ბლინდაჟში და აკრიტიკებენ მას. იობს არ უნდა ეთქვა ესე, ჭკუას არ იგებენ ისინი, მას ბევრი არასწორი გადაწყვეტილებები აქვს. გარკვეულწილად ეს ჭეშმარიტება, მაგრამ მე შემდეგს ვიტყოდი იობზე. მიეცით ადამიანს სულის მოთქმის საშუალება, მას არ ჰქონდა წმინდა წერილი, არ ჰქონდა რუქა, არ ჰქონდა წინასწარმეტყველური სიტყვა. არ ჰქონდა მოწმობა ამა თუ იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც ეს გზა მანამდე გაიარეს და გამოცდილება გაგვიზიარეს. იგი იყო პირველი. კრიტიკის ნაცვლად მე ვფიქრობ, ჩვენ ზედმიწევნით მადლობელი უნდა ვიყოთ ამ ღვთისმოსავი ადამიანისა, ღმერთის ერთგულისა, იმ უდიდესი არეულ-დარეულობის დროს, რომელთანაც შეხვედრა ოდესმე მოუწია ადამიანს ისტორიის ამ მომენტამდე. ყველაზე გაუგებარი წიგნი. იობის წიგნი ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი წიგნია ბიბლიაში. სანამ ოდნავ მაინც არ გაატარეთ განცდაში მისი გაგება სათანადოდ, შეუძლებელია ამისი აღქმა. მე შევიგნე, რომ ეს წიგნი უნიკალურია, როცა მივმართე მრავალ სხვა კომენტატორებს. მე ვკითხულობდი იობის წიგნის განხილვას, ჩავწვდი მათ ანალიზს და ჩემთვის ვთქვი, ამ ავტორს არასოდეს მსგავსი რამ არ განუცდია მეთქი. არა უადრესად იმ დროისა, ვიდრე მე თავად დავიწყე ჩემს ცხოვრებაში მძიმე პერიოდის გადალახვა, იობის წიგნმა ჩემს წინაშე კარების შეღება დაიწყო. მე ვიცი, რომ ზოგიერთ ადამიანებს ენდომებოდათ, რომ იობის წიგნი საერთოდ არ ყოფილიყო ბიბლიაში, რამე თუ ოდესღაც მეც იმ ადამიანების კატეგორიაში ვითვლებოდი. ჩემი მსახურების ადრეულ წლებში ქადაგების მომზადების განსაზღვრულ მეთოდს ვიყენებდი და ძალიან ვიყავი შთაგონებული ამით. ეს პატარ-პატარა ნაჭრებად, ეს მსხვილ-მსხვილად, ეს მომხრაკოდ, ეს მომხარშოდ, მე თითქმის ვხედავდი შედეგს. ეს ქადაგება აიძულებს სატანის ურდოებს მოიკრუნჩხოს ჯოჯოხეთის კარიბჭესთან. ეს კიდევ სიხარულისგან ფეხს ეწამოახტუნებს მორწმუნეებს. ქადაგება იყო სრულყოფილი, კარგად მომართული ის არის, თუ არა ერთი პატარა მდოგვის კოვზი თაფლიან კასრში. ეს იყო იობის წიგნი. ყველაფერი დანარჩენი ბიბლიაში მოჩვენებითად ამაგრებდა ჩემს შესანიშნავად შედგენილ ქადაგებას, მაგრამ იობის წიგნი იყო ის წიგნი, რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა. და რა ვუყოთ იობის ამ წიგნს? მე ხომ არ შემიძლია ვიქადაგო და დავივიწყო ის, რომ იობის წიგნი არსებობს. არა, არ შემიძლია. მეტი არ ძალმიც, ეხლა მე ამას ვხედავ, თუ რაიმე არ ეთანხმება იობის წიგნს, ის გადაგდებულ უნდა იქნას, რამე თუ იობის წიგნი თავის მხრივ წარმოადგენს თეოლოგიურ კარკასს, რომელთანაც ყველა სხვა თეოლოგიური გაგებები შეთანხმებაში უნდა მოვიდეს. თუ თქვენ იობის წიგნი არასწორად გესმით, მაშინ ყველაფერი დანარჩენი შეუძლებელია სწორედ იქნეს გაგებული. პლანეტა მთლიანად გახვეულია ბოლო დროის ქარიშხლებში და ყველაფერი რაც კი შეიძლება შეიძრას, ყველაფერი შეიძვრება. ამაზე ებრაელთა წერილის მე-12 თავის 27 და 22 მუხლებში ვკითხულობთ. ერთადერთი თეოლოგიური კარკასი, რომელიც არ შეიძვრება ბოლო საათში, ეს ის არის, რომელიც მყარადაა დაფუძნებული იობის ღმერთის,
ჭეშმარიტ ცოდნაზე. მაშა სადამე ეხლა აი რა კითხვა იძენს პირველ ხარისხოვან მნიშვნელობას. რაზეა საუბარი იობის წიგნში? ამ წიგნის თემა. მე მსურს ერთ გრძელ ზოგად წინადადებაში გამოვხატო ის, თუ რას ვფიქრობ მე ამ წიგნის თაობაზე. რომ მიმეღწია ამ გაგებისთვის პირადად ჩემთვის საჭირო გახდა გრძელი და მეტად მტკივნეული გზის გავლა, რაც აგრეთვე იტვირთავს ღრმა და დიდებულ აზრს, რომელსაც მე ამ წიგნში გავხსნი. მაშა სადამე იობის სიცოცხლე ყველა მორწმუნისათვის წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ იღებს ღმერთის ზნეობრივ, ალალ, ღვთისმოშიშ ადამიანს, რომელიც გულის სიწმიდესა და მორჩილებაში ცხოვრობს და გაატარებინებს მას ქარცეცხლში უმაღლესი მიზნის მემკვიდრეობის მისაღწევად. იობი ცხოვრების ბრძმედიდან გამოვიდა ცხოვრებისეული გზავნილით, რომელიც დღემდე მიმართულია ღვთის ხალხისადმი. აი ზოგიერთი გულში გამჭოლი, განმგვირავი ჭეშმარიტებანი, რომლებზეც მოწმობს იობის ცხოვრება. ხანდახან ღმერთს მიყავხართ აბსოლუტურ გაცფუნებასთან, გაუგებრობასთან. სულიერ სამყაროში ხდება ისეთი რაღაცეები, რასაც თქვენ ვერ ხედავთ. თუ თქვენ სრულ მორჩილებასა და ერთგულებაში დადიოდით ღმერთის წინაშე და ამასთან რაღაც დაუჯერებლად შეგაფიქრიანებთ, ან საგონებელში ჩაგაგდებთ და ტრავმას განიჭებთ, თითქოს ამას ყველაფერს არანაირი გონებრივი ახსნა არ გააჩნდეს, მაშინ სულიერად უნდა დაიძაბოთ. ღმერთმა შესაძლებელია თქვენ ჩაგრთოთ სულიერი ამაღლების პროცესში. თუ თქვენ დაიწყებთ თქვენი სიწმინდის გამართლებას, უფრო მეტი ძალისხმევით სიარულს ღმერთით და უსიტყვო მორჩილებაში საკუთარი თავის მიძღვნას, მაშინ იგი უსათუოდ გაგიხსნით თავის მიზნებს. შეიგნეთ, რომ ღმერთს სურს თავის განდიდება, თავისი წმიდანების გადარჩენის გზით, შეუძლებლისაგან აღმატებულის წარმოქმნით. როგორ განვსაზღვროთ ჩვენი მდგომარეობა? იობის წიგნი გვემსახურება როგორც მოდელი ან მაგალითი, რომელთანაც სხვებს შეუძლიათ დაუპირისპირონ ღმერთის აღმზრდელობითი სამუშაოები თავიანთ ცხოვრებაში. თუ თქვენ გაგაჩნიათ იმის კოორდინატები, რათა განსაზღვროთ, თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენ გააქვთ მიდრეკილება იმოქმედოთ ღმერთის მიზნებთან შეთანხმებაში. მაგრამ ამ კოორდინატებისა თუ მაგალითის გარეშე თქვენ სავარაუდოა, რომ გახდებით მბრალდებლის პარტნიორი, აუმხედრდებით ღმერთს და მიხვალთ იქამდე, რომ უარს იტყვით აღმზრდელობით პროცესზე. ღმერთის საქმეების გაგებისათვის ამა თუ იმ პროტოტიპის გარეშე ძალიან ძნელია თქმა. ფსალმუნი 118-ეს 65 მუხლი. ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები, შენი წესდების დასაცავად. ამის სანაცვლოდ კი ადვილია ისრაელიანების ბრალდებების განმეორება, რაც მალაქიას წიგნის მესამე თავის მე-14 მუხლში წერია, ფუჭია ღვთის მორჩილება. ღმერთს სურს, რომ ამ ხაფანგისგან შორს დავიჭიროთ თავი, ამიტომ მან გვიბოძა იობის მაგალითი. იობი იყო პიონერი, წინამორბედი და პირველ გამხსნელი, რომელიც ღმერთმა განაწესა სულიერ სკოლაში იმისათვის, რომ მას შეეძლო გამხდარიყო ცოცხალი მაგალითი ყველა მომდევნო თაობებისათვის. მისი ცხოვრება გვევლინება კომპასად, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი ადგილმდებარეობის განსასაზღვრავად, მაშინ როცა ღმერთი აღმზრდელობით სამუშაოებს ეწევა ჩვენს სულიერ გაზრდაში. ხანდახან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცით თუ ვინ არის ღმერთი. ღმერთი კი გვეუბნება, არავინ არ იცის ვინა ვარ მე, თუ მე თავად არ გაგეხსენით. ასე და ამდაგვარად ღმერთმა უარყო ყველა წარმოდგენა, რომელიც კი ჰქონდა იობს ღმერთზე და დაიწყო იობის თეოლოგიის აღდგენა იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც მოგვიანებით წინასწარმეტყველმა ესაიამ ჩამოაყალიბა. ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თავი 55 მუხლი მე-9. რადგან როგორც ცაა მაღალი დედამიწაზე, ისე ჩემი გზებია მაღალი თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე. ასევე პავლეც ქადაგებდა რომაელთა წერილის მე-11 თავის 33 მუხლში. ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე, რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები. ღმერთი მოქმედებს სამყაროში, რომელიც მთლიანად აღემატება ჩვენ ადამიანურ წარმოდგენებს. დაიწარწერა ღმერთის გზების ქვეშ. მას სურს გიხსნას წარმოუდგენელი უბედურებებისაგან. მას უყვარს ჩახლართული სიტუაციები, რომლებიდანაც დაღწევა ადამიანური გადაწყვეტილებებით ვერ ხერხდება და რომლებიც ღვთაებრივი ჩარევის გარეშე უიმედო კატასტროფებად გვევლინება. ხანდახან ღმერთი უფლებას აძლევს წმიდა ადამიანი დაუშვას მოჩვენებით დამარცხებამდე და აივსოს წამებებით და საყვედურებით მაშინ, როცა სატანას ეიმობს თავის გამარჯვებას.
ან ხანდახან ხდება ესეც, რომ წმიდანი გამანადგურებელი გარემოებებით მომწყდეულია ხაფანგში, რომლების გაკონტროლებაც მას არ შეუძლია. როცა გეჩვენება, რომ ღმერთმა მიგატოვა, მაშინ იობის მოწოდება გაისმის: არ დაყარო ფარხმალი, მიენდე ღმერთს. არასოდეს არ აგვიან. ეს ზუსტად ის გარემოებაა, რომელიც ღმერთს უყვარს. ხანდახან ღმერთი უკან იხევს და ამბობს: ძალიან მარტივი იქნება ეხლა რომ ჩავერიო. ისინი არ გამithქვავენ სახელს ამ პასუხისთვის. ასე დამდაგვარად იგი ელის მცირეც აძლევს რა უფლება სიტუაციას უფრო დაიძაბოს და კრიტიკული გახდეს. მაშინ, როდესაც უკვე არ ადგას საკითხი ალტერნატიურ წყაროებზე, მაშინ იგი ერევა თავისი მეფური ხსნით. მას უყვარს შეუძლებელის გაკეთება. იობი ეხმარება აბრაამს. ადრე მივუთით იმ ფაქტზე, რომ იობი წინ უსწრებდა აბრაამს. ამიტომ უპირველეს ყოვლისა იობი გვევლინება აბრაამის წინამორბედად და ამით ეხმარება მას დაანახოს ღმერთის ხელი მის ცხოვრებაში. ღმერთმა უთხრა აბრაამს დაბადების წიგნის 22 თავის მეორე მუხლი. წავიკითხოთ. აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისააკი, რომელიც ძალიან გიყვარს და წადი მორიას ქვეყანაში და შესწირე იგი სრულად დასაწყვილად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი. ფაქტიურად ღმერთმა უთხრა მოკალი შენი შვილი. მაგრამ აბრაამმა ასევე იცოდა თუ რა უთხრა ღმერთმა ნოეს დაბადების წიგნის 9 თავის 6 მუხლი და ადამიანის სისხლის დამღვრელი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება. ასე რომ აბრაამი არჩევანის წინაშე დადგა. გავყვეკი ჩემს თეოლოგიას, თუ ყური მივუგდო ხმას. იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს სავარაუდოა, რომ აბრაამს თავისთვის გაეფიქროს: იობი, მე იობის მდგომარეობაში აღმოჩნდი. ღმერთმა გადახაზა ჩემი თეოლოგია. თუ მეც ისეთივე ერთგული დავრჩები მისი, როგორც იობი იყო, იგივე უფრო ამამაღლებს. ნაწილობრივ მიზეზი იმისა, რომ აბრაამს შეეძლო ღმერთის მაღალი მიზნების მიღწევა, მდგომარეობდა იმაში, რომ მას ჰქონდა იობის წიგნი. გამოსყიდვის დიდებული გზაჯვარედინები. სინამდვილეში მე მსურს ვივარაუდო, რომ იობი გახდა წინამორბედი ყველა მნიშვნელოვანი წმიდანისა და ეხმარებოდა მათ გამოსყიდვის ისტორიის უდიდესი კრიზისების გზების გასაკვლევად. ღმერთის გამოსყიდვის გეგმის ყველაზე მნიშვნელოვან გზაჯვარედინებზე, როცა ყველაფერი სასწორზე დაიდება, იობის სიცოცხლე სამაგალითო იყო ყველა წმინდანისთვის და აძლევდა მათ შესაძლებლობას სწორი არჩევანის გასაკეთებლად. იოსებს არ ჰქონდა შეგნებული, რომ ღმერთის მიზნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე იდგა. ყველაფერი წონასწორობაში იყო მოყვანილი. აღიქვამდა კი იოსები სათანადოდ თავის მონობისა და დატყვევების ფაქტს. ამის წინააღმდეგ რომ ამხედრებულიყო, მაშინ იმ 7 წლის საშინელი შიმშილის განმავლობაში იაკობის ოჯახისთვის აღარ იქნებოდა ის მეფური უზრუნველყოფა. საბედნიეროდ იოსებს ჰყავდა იობი. იობმა უბოძა იოსებს საპყრობილეში დატყვევების ტკივილის კოორდინატების სისტემა, მისცა მას ძალა, წარმატებულად გადაეტანა და შეხვედროდა ღმერთის მიზნების მიღწევის მომენტს. მოსეც აგრეთვე იდგა ღმერთის გამოსყიდვის გეგმის მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. უპასუხებდა კი მოსე მართებულად მაშინ, როცა მისი ოცნებები დამსხვრეულ იქნა, აღთქმა შეუსრულებადი, როცა გეჩვენება, რომ იგი ღმერთის მიერ იყო მიტოვებული. მას რომ გაევლო ეს გამოცდები, ღმერთი იმისგან მიიღებდა პიროვნებას, რომელსაც შეეძლო მისი ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა. საბედნიეროდ მოსეს ჰყავდა იობი. იობის გზა გახდა მოდელი, რომელმაც მისცა მოსეს საშუალება წასულიყო წინ უფრო საუკეთესოსკენ და ამაღლებულისკენ, რაც კი რამ ღმერთს გააჩნდა. დავითი გახლავთ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე იდგა. იგი კურთხეულ იყო მეფედ და ამავე დროს საულისაგან გაქცევით შველოდა თავს. თითქოს და ღმერთის არც ერთი დაპირება არ სრულდებოდა. თუ დავითი მართებულად მოიქცევა თავის უბედურებაში, მაშინ იგი აღდგება მარადიული კვერთხის დაპირებაში. მას რომ ფარხმალი დაეყარა, როგორ ვუწოდებდით მაშინ იესოს დავითის ძეს? საბედნიეროდ დავითს ჰყავდა იობი. იობის მაგალითმა დავითს სიმამაცე შემატა, რათა მტკიცედ დამდგარიყო და ღმერთისგან მიიღო ყველაზე აღმატებული და საუკეთესო. ჩვენ ახლა პირისპირ ვდგავართ ღმერთის გეგმის კიდევ ერთი კრიტიკული მომენტის წინაშე, ქრისტეს დაბრუნება. ქრისტეს მოსვლის წინა პერიოდის მოსამზადებლად ღმერთი თავის მსახურებს ატარებს იობის ბრძმედის ქურაში.
მიწაზე ცეცხლი დანთებულ იქნა, რათა პატარძალში გაეღვივებინა ვნება მისი საქმროს მიმართ. გაუძლებს კი ის ბოლომდე, თუ უარს იტყვის ღმერთის მიზნების მიღწევაზე. საბედნიეროდ არის იობი. ნებისმიერს შეეძლო ესწავლა იობის მაგალითზე, ერთი ადამიანის გამოკლებით, იობის. აი რატომ არის იგი ღირსი უდიდესი აღფრთოვანებისა. მან გაუძლო იმ ცხოვრებისეული ბრძმედის ქურას და არ ყოლია წინამძღოლი ან მაგალითი, საიდანაც მას შეეძლო ნუგეშის მოპოვება. იობს არ ყოლია არავინ. მას დაჰქონდა რუქაზე ხელდაუკარებელი ტერიტორიები, მიდიოდა რა იქ, სადაც მანამდე არც ერთი ადამიანი არ ყოფილა. იგი ახდენდა უპრეცედენტო ნახტომს სულიერი ომების მომავალ ბრძოლებში, სადაც ღმერთის მიზანი, სატანას თავდასხმა და ადამიანური აზრები გაერთიანდა, რათა გამოეწრთოთ მისი სული. იობის ერთგულების შედეგად ღმერთმა გადაწყვიტა გამოეყენებინა მისი მაგალითი, რათა დაემშვიდებინა ყოველი თაობა და ამით უზრუნველყო ისინი ამ კომპასით, რომელსაც ღმერთის შემეცნების გზების გასაგებად გამოიყენებდნენ. ჩვენ იგივე უპირატესობით ვსარგებლობთ დღესაც, იმის მაგივრად, რომ უვარყოთ ჩვენს ცხოვრებაში მისი მიზნების მიმდევრობა, ჩვენ ეხლა შეგვიძლია თანამშრომლობა მის მადლთან და შევიდეთ ჩვენს უმაღლეს უდიადეს მემკვიდრეობაში.